მას ახლა არ შეუძლია ახალი ფრონტის გახსნა. ის ვერ გაიმარჯვებს უკრაინაში. ასე დარწმუნებული ხართ? ვინაიდან არის ასეთი აღქმაც, რომ რუსეთს მაინც აქვს საკმარისი რესურსი, რომ პრობლემები გაზარდოს საქართველოში. მე რა. მაკეინის ინსტიტუტის დირექტორი სამ განცხადებამ პარლამენტის თავმჯდომარეს მორიგი პოსტი დააწერინა. საქმე ამჯერადაც ომში ჩართვის მცდელობას ეხება, რის ერთ-ერთი დასტურით, როგორც შალვა პაპუაშვილი ამბობს, ეველინ ფარკასის 2022 წლის ეს ინტერვიუა. ქვეყნის პირველი კანონმდებელი დარწმუნებულია, რომ მაკეინის ინსტიტუტის დირექტორის გზავნილი უცხო ძალების მიერ შემუშავებული პოზიციის და სამოქმედო გეგმის ერთი ნაწილია, რომლითაც საქართველოს უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მეორე ფრონტის გახსნისკენ უბიძგებენ. 2022 წელს არის დრო, როდესაც ღია შესაძლებლობის ფანჯარა და საქართველოს ხელიდან არ უნდა გაუშვას მომენტი. დღეს ახალი გამოწვევებია და პატარა ქვეყნის მთავრობამ უნდა გამონახოს გზა, რათა შეიტანოს წვლილი მაგიდასთან ადგილის მოსაპოვებლად. საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს რუსეთის სანქციებში. საქართველოს საკმარისი არ გააკეთა წინა ხაზზე გადასასვლელად. დააკლო ძალისხმევა და ჩამორჩა უკრაინას და მოლდოვას დახურულ შეხვედრებზე. ყველა ეს გზავნილი გაცილებით პირდაპირი, ღია და აშკარა იყო. შესაძლებლობის ფანჯარა თუ საომარია, უნდა ვიომოთ. დადექით ისტორიის სწორ მხარეს. ბომბების ცეცხლის ჟობს სიცხვილის საგანწვას. მერე რა, იცვლებოდნენ გზავნილის გამხმოვანებლები, თუმცა არ იცვლებოდა გზავნილი, რომელიც თითქოს ერთი სახელმძღვანელოდან იყო ამოკითხული. საქართველოს რომ ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ ამის შესახებ შალვა პაპუაშვილის Facebook პოსტში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის რამდენიმე თვის წინანდელი ინტერვიუცაა ჩასმული. ბიძინა ივანიშვილი დახურული აუდიენციის დეტალებს ყვება, რომელიც ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირს შორის შედგა. ირაკლი შეეკითხა, რომ კი, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რამდენი დღე შეგვიძლია რომ ვიომოთ? რამდენი დღეს გაუძლებთო და 3-4 დღე ალბათ. მე 3-4 დღეს გულისთვის ვუყავთო. არა, მე თქვენო 3 მილიონი ხართო და 60 დღეში ყველანს კი ვერ ამოხოცავენ. მე შეგიძლიათ პარტიზანულ მოძრაობით დღეში გახვიდეთ და ჩვენ მოგაწვდით და გეხმარებით და იქიდან იომოთ. მეორე ფრონტის გახსნისკენ საქართველოს არამხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების პირები, არამედ ამერიკაში უკვე დახურული ფონდების წარმომადგენლებიც მოუწოდებდნენ. ამის დასტურად შალვა პაპუაშვილი ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე მიუთითებს. ერთ-ერთი ფონდის ხელმძღვანელი იყო, რომელიც მე პირადად მესაუბრებოდა და როცა მიიღო უარი, აი ამ მოთხოვნებს ხო რაც უკავშირდებოდა ომს, როცა ომი დაიწყება, ველი თქვენგან აქმედებებს ამაზე იყო საუბარი და დაკონკრეტებულიც იყო ოკუპაციის შემდეგაც უნდა გაგვეგრძელებინა ბრძოლა. ის რაზეც მართველი გუნდი მტკიცებულებებით საუბრობს ოპოზიციისთვის საკმარისი არაა. მეტ კონკრეტიკას ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ომში ჩართვაზე განცხადებები გამოგონილია. პაპუაშვილის ეს ბოლო განცხადება არის იმ შავი პიარის გაგრძელება, რაც დიდი ხანია მიმდინარეობს ევროკავშირის წინააღმდეგ და საქართველოს მრავალი წლის პარტნიორების და მეგობრების წინააღმდეგ, რაც შეეხება კონკრეტულად ომში ჩართვის ნარატივს, საქართველოს მოქალაქეები მისახურებენ, იცოდნენ კონკრეტულად დასახელდნენ პირები, ვინ ითხოვდა, როდის ითხოვდა, სად ითხოვდა. საქართველოში თუ კი ვინმეს არ სურს ვითარების არევა, დაძაბვა და მით უმეტეს რაღაცა სამხედრო მდგომარეობაში გადასვლა და საომარ მდგომარეობაში გადასვლა, ეს არის ცალსახად დასავლეთი, იმიტომ იზოლაციონისტური პოლიტიკა რუსეთთან ერთ-ერთზე მარტო დარჩენა, ვიცით ამ ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე რას ნიშნავს. ამიტომ ან მტკიცებულება წარმოადგენენ, ან არა და აი ამ იაფასიან პოლიტიკურ ჭორაობას deep state-ზე და სხვადასხვა კონსპირაციებზე თავი დაანებენ. შალვა პაპუაშვილის Facebook პოსტს საპარლამენტო უმრავლესობა სრულად ეთანხმება. მათთვის მაკეინის ინსტიტუტის დირექტორის განცხადება იმის დასტურია, რომ deep state-ისთვის ადამიანების სიცოცხლე არაფერს ნიშნავს. ანუ რუსეთის აგრესია იზრდება, ჩვენ გადავდივართ პარტიზანულ ომზე და სწორედ ეს არის საწყისი იმ დიდი დაძაბულობისა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში იქმნება. თურქეთის ჩართულობით, ირანის ჩართულობით, სომხეთ-აზერბაიჯანის ერთმანეთთან შეტაკებებით და მთელი რიგი პროცესებით, რასაც უნდა გამოეწვია რუსეთის სამხედრო ძალების დივერსიფიკაცია, ანუ მიმართულების შეცვლა უკრაინის მთავარი მიმართულებიდან კავკასიის, სამხრეთ კავკასიის მიმართულებაზე, ჩრდილო კავკასიის მიმართულებაზე. ეს იყო იდეა. როდესაც ადამიანების სიცოცხლე სხვებისთვის არის მერე რა, ზუსტად ეს არის ისეთი
ბოლშევიკური და ისეთივე ნაცისტური განცხადებები, როგორიც მაგალითად გვახსოვს, რომ მაგალითად სტალინისტვის არსებობდა ტერმინი, რომ ადამიანების სიცოცხლე, ერთი ადამიანის სიკვდილი ეს არის ტრაგედია, ხოლო ბევრი რაოდენობისას ჩვეულებრივი სტატისტიკაო, ზუსტად ასეთივე სტატისტიკურად უყურებენ თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა. შალვა პაპუაშვილი ერთ-ერთია, რომელიც ომში ჩართვის მცდელობებზე პოსტებს ინტენსიურად აქვეყნებს. ქვეყნის პირველი კანონმდებელი მეორე ფრონტის გახსნის მსურველებად უცხოურ ძალებს და საქართველოში მათ დასაყრდენებს ასახელებს.